ნებისმიერი რამ, რესურსი და შეზღუდვა, რომელიც ქონია ადამიანს თავის ისტორიაში, ჩვენ თავისთავად კოლექტიურ არაცნობიერში ამისი მატარებლები ვართ. მე და ჩემ ქმედებებს, ჩემ შიშებს მაგალითად და ასევე ჩემ რესურსებს განსაზღვრავს ჩემი კოლექტიური არაცნობიერი. შესაბამისად არის უდიდესი ესეთი შავი ხვრელი, რომელშიც ჩვენ წვდომა არ გვაქვს რეალურად. ადამიანი როდესაც იბადება, მას ესეთი, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ესე ჩიპივით რაღაცა დაყვება ტვინში, სადაც არის ჩადებული კოდები ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ, რაც მის დიდ გენეტიკაში არსებობდა. ჩემი გვარი, ეს რეგიონი, ქვეყანა და ასე შემდეგ. ქართველი ქალის არქეტიპი იყო დემეტრა. დემეტრა ეს არის დედის არქეტიპი და დიდწილად ის არის მგლოვიარი დედის არქეტიპი. ვერ განვითარდებოდა აქ აფროდიტე. ვერ იქნებოდა აქ ნებართვა საკუთარ სქესთან იდენტობაზე. ვერ იქნებოდა აქ ნებართვა პრინცესობაზე. ეს ძალიან ღრმა საძირკვლე ამ ყველაფერს და ამას ესე ადამიანი პერსონალურ დონეზე ვერ ეწინააღმდეგება. ლეგიტიმაცია ტანჯვის არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. რომ მე მაქვს ტანჯვის უფლება, მაგრამ არა ბედნიერების და არა სიამოვნების. დავსვამდი შეკითხვას, ვისი გადარჩენა უნდოდა მას ბავშვობაში, ვინ ვერ გადაარჩინა და არაცნობიერად ვის გადარჩენას ცდილობს დღემდე. ის ჩრდილი, რომელიც ჩემში ადამიანში ყოველთვის არის იყოს და იქნება, თითქოს ითრგუნება, მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ რა წამსაც იღვიძებს, იმ წამს კიდე რამე პრაქტიკა ჩაატენო ამ შენს რუტინაში, რომ ეს ჩრდილი რაღაცნაირად კიდევ და კიდევ ჩააჩოჩო. ძალიან გაცნობიერების გზაზე უნდა იყოს ადამიანი და უნდა მისცეს საკუთარ თავს ნებართვა, ანუ საკუთარი თავის დედა გახდეს თვითონ. რა არის ის ამბავი თხზულება, რომელიც გახსოვს ბავშვობიდან და რაღაც ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ისტორია იყო შენთვის, რომელიც გიყვარდა ან გაშინებდა, რომელიც გნუსხავდა. ნებისმიერი ესეთი თქმულება და ნარატივი გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე შეუღწეվել, ყველაზე დაფარულ ოთახში შევიდეთ.